ცოტა ისეთი მოკლე ანეკდოტი არის და თან მაგიტო ჩავახსოვ ინსტრუმენტს და რაღაც ცოტა ისეთი გამოვიდეს რა დრო. მაგით შესავალი გააკეთე და ააგძელე ცოტა. დათვი გელი და მელია დაძმობილდნენ. და უყნენ გზას ჩემბექა და აი ესე მოხდება. და მიბაჯბაჯებენ და. მელიას ვენაცვალე დაც. ხო და მე რა ხდება? ეხა მოგიყვებით გავაგზავნე ეს გზას გაუყნენ და ესე ეგ იყო შარა. შარა გზაზე მიდიან. ჯიგარი ხარ. ერთ სიტყვით მედიან გზას ეხა ტყე მოიარეს ყველაფერია მეგობრულად რაღაც საკეთური ყველაფერს აკეთებენ და მოშივდებათ რა. მოშივდებათ ეხა. აი ეგ შეგიძლია ეხა რომ თან დაუკრა და რასაც ამბობ ააყოლო. უიდედა. არა. რატო? დაანადვილია. აბა როგორ? რითმი ხო იცი მაგ სიმღერით? ცდია ვერც. მიდი რა. ჩვენი მაპაპა მეც კი არაფერს აკეთებდა შაი. ხო და მიდიან ეხლა არა შახტია. გამორიცხული. სად გავჩერდი? მიდიან. მედიან ერთ სიტყვით და მოშივდებათ. ნახე რა ეს მაგია როგორ გააგზელა ანეკდოტი. ხო და მედიან ერთ სიტყვით მოშივდებათ და დაინახავენ ირემს რა და დაიჭერენ ეხა ამირებს და უნდა გაიყონ რა ერთ სიტყვით ეს სამნი არიან ეხა როგორ გაინაწილონ ირემი არიციან და ამასობაში ცოტა დაძაბულ ესეთ ვარიანტში მუსპინს ხო და ეს გელი იტყვის ეხა აზრს იტყვის რა გელი რომ მოდიო იცი როგორ გავყოთო ძმებო ვინცო ყველაზე დიდია ვასაკითო რა იმას შეხვდესო ყველაზე კარგი და დიდი ნაჭერიო რა ირმიდანო რა და უსე მელია წამოხდება და აი ისეო ბიჭებო რო გითხრათო მეო მაშინ თბილისიო ვახტანგ გურგასალთან ერთად აღმოაჩინეო რა მეო რა და გელი უსე დაფიქრდება და ბიჭო მაგდროსო ჩემი შვილიშვილიო კაცო ვერ დაინახევი ხოხობი რო დაიჭირა რო ჩავარდა ხო ჩემი შვილიშვილი მოიყვანაო და დათვი დაფიქრდება ეხა აღარაფერი აღარ რა თქვას ეხლა ხელები არიან ესენი და წელნახევრის არა ვარ ჯერ მაგრამ ორივეს დედას გიტირებთ იცოდე კარგია ესეთი მოკლე ცხოველებზე კარგი იყო